ამას ჩვენ ყველა ვაკეთებთ ჩვენი შვილების გამო და შესაბამისად სხვისი შვილების გამოც. იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი და ეს ქვეყანა არის ჩვენი შვილების და ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ ჩვენ შვილებს ესეთი გაუბედურებული ქვეყანა დაუტოვოთ. ქვეყანა რომელიც ჩვენ და ჩვენმა წინაპრებმა აქამდე ამდენი ბრძოლით და უბედურებით მოიტანეს, არანაირი უფლება არ გვაქვს რომ ჩვენ შვილებს დაუტოვოთ ქვეყანა, რომელიც უსკრულის პირას არის და ფაქტობრივად გადაჭრილია უკვე. ქართულ ოცნებას ძალიან უნდა ეშინოდეს ქალების, იმიტომ რომ ქალებზე დგას ეს ქვეყანა. არა მხოლოდ დღეს, ისტორიას თუ გადავხედავთ, ყოველთვის პირველ ხაზზე იდგნენ ქალები და ყოველთვის ქალები იბრძოდნენ ამ ქვეყნის გადარჩენისთვის და ასე იქნება დღესაც. ტყუილად გვიყურებენ აგდებით და ტყუილად გაგწინიან, მათი დასაცინი არაფერი არ გჭირს. პირველად იყონ ქართულ დედებთან, იმიტომ რომ დედას ყველაფერი შეუძლია თავისი შვილის გამო გააკეთოს და ამისი არაერთი მაგალითი გვაქვს დღეს ჩვენ. გამარჯვება ამ ქვეყანას, გამარჯვება ჩვენ შვილებს და გამარჯვება ამ ქვეყნის მოქალაქეებს. მადლობა. არია მეყანწიშვილი ილაპარაკებს. მაგას გამარჯობა, დღეს უწყვეტი პროტესტის 340 დღეს დიდებმა პოლონიის შენობიდან მმართველობით გამართეს საპროტესტო მსვლელობა. შეიკრიბნენ აქტივისტები, პარტიების მშობლები, ცოტა ხნის წინ წაიკითხეს მანიფესტი და საუბრობდნენ დედების და ზოგადად ქართველი ქალების როლზე და იმაზე, რომ საქართველოში და ყველა იმ ჭირვარამმა, რომელიც ქვეყანამ ნახა, არის ძალიან დიდი როლი გადარჩენის და ბრძოლის სწორედ ქართველი ქალების და ქართველი დედებისა. მარზი კობახიძეს ხედავთ თქვენ ახლა კადრში, რომელიც საუბრობთ ცოტა ხანში გამოვა სიტყვით. რუსთაველის გამზირზე კვლავ მიმდინარეობს უწყვეტი პროტესტი. დღეს არის უკვე როგორც გითხარით 340 დღე. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილი არ არის, თუმცა დიდი რაოდენობით პოლიცია მობილიზებული მოპირდაპირა მხარეს, ასევე გვერდითა ქუჩაზე ჭიჭინეთის ქუჩის ასახვევთ. მოკლედ ეს ტექნიკური ხარვეზები არაფერი, იმიტომ რომ ქვეყანაში ბევრად მძიმე პრობლემები გვაქვს, ვიდრე ჩვენი მიკროფონის ტექნიკური ხარვეზია. მალე გამოსწორებადია და ტრადიციული ფორმით მინდა მოგმართოთ. მე მარია მეყანწიშვილი გახლავართ, დღეს დედების აქცია და ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ყველა დედა, ვინც დღეს აქციაზე დგას, იდგა და მომავალში იდგება, იმსახურებს ტაშს და ტაშით მინდა შევეგებოთ დედებს. საოცარი სიტყვით გამოვიდნენ ჩემი წინა გამომსვლელები, არ ვიცი მე რას დავამატებ ისეც, რაც აქამდე არ ითქვა, მაგრამ მინდა ისევ ჩვენიანებს გადაგიშალოთ გული და მივაწვდინო ხმა იმ ადამიანებს, ვინც რატომღაც ფიქრობს, რომ აქ მყოფი ადამიანები არიან მაწანწალები და რატომღაც სახში ჩვენი პრობლემები არ გაგვაჩნია და არ გვაქვს ის ყოფითი პრობლემები, რასაც ყველა ქალი გადის ყოველდღიურად. ნუ რას უკაცრავად მეგობრებო, ჩვენ ვალდებულად ჩავთვალეთ თავი, რომ ჩვენი შვილების მომავალი თავადვე დაგვეცვა და სხვა ადამიანებზე არ აგვეკიდებინა ეს პასუხისმგებლობა.
თითოეულ ჩვენგან სახში ყავს 1, 2, 3 ან უფრო მეტი შვილიც. დამიჯერეთ არაფერი ისეთი მძიმე და ისეთი რთული არ არის დედისთვის, როგორც სახში დატოვებული შვილი ან თქვათ შვილი, რომელიც ელოდება საათების მანძილზე. მაგრამ ყველას გააზრებული გვაქვს, რომ ჩვენი როლი არა მხოლოდ სახლში მათი აღზრდით და გაზრდით შემოიფარგლება, არამედ ქვეყნის გადარჩენით, რომელშიც ჩვენმა შვილებმა უნდა იცხოვრონ პერმანენტულად. ჩვენმა შვილებმა უნდა იცხოვრონ ღირსეულად. ჩვენმა შვილებმა აუცილებლად უნდა მიიღონ ცივილურ სამყაროში განათლება, ჩვენმა შვილებმა დამოუკიდებელ, თავისუფალ, ევროპულ და ცივილურ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ და ეს ჩვენი ვალდებულებაა როგორც დედების. დედების ვალდებულება არ მიმაჩნია მხოლოდ შვილებთან საათობით საუბარი იმაზე, როგორები უნდა იყვნენ ისინი. მათ ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი იმისა, თუ როგორები უნდა იყვნენ ისინი მომავალში. უნდა ვასწავლოთ თითოეულ მათგანს, რომ უფლებებისთვის ბრძოლა არის აუცილებელი და მათი ვალდებულება და არავითარ შემთხვევაში სურვილი ან არჩევანი. თუ ჩვენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შევწყვეტთ დამოუკიდებელ ქვეყანაშიც, მაშინ დავკარგავთ დამოუკიდებლობასაც და თავისუფლებასაც. რაღაც მიახლოებული ციტირება მოვახდინებ მერაბ კოსტავას სიტყვებით. ქალები ძალიან დიდი ბოდიში მამაკაცების მიმართ არანაკლებ ბრძოლას გადიხართ ჩვენთან ერთად ამ ბრძოლაში, თუმცა მინდა დაგანახოთ რამხელა ტკივილს განვიცდით ის ქალები, ვინც ყოველდღიურად ქართული ოცნების პრობოტური ქარხნიდან ვიღებთ შემდეგ ესე ვთქვათ კომენტარებს, რომ ჩვენ ვართ ღამის მოწანწალე ქალები, ადამიანები, ვისაც არ აინტერესებს შვილების მომავალი. სახლებში უნდა ვეგდოთ ციტირებას ვახდენ ამ სიტყვების და მივხედოთ შვილებს, თუ დაგვაკავებენ, არც მაშინ აქვს ჩვენ მიმართ ემპათია, რადგან ქალი წარმოუდგენიათ მხოლოდ სამზარეულოში, ქალი წარმოუდგენიათ მხოლოდ ოჯახურ ამპლუაში და არავითარ შემთხვევაში მებრძოლი ან ბრძოლის ველზე. მაგრამ არა, ისტორიული ესე ვთქვათ პერიპეტიები გვაჩვენებს, რომ ქართველ ქალებზე იდგა ყოველთვის ბრძოლა. ქართველი ქალები იყვნენ ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე. ჩვენ ყველად არ გვასწავლეს და არ იყო ქართველების მეფე ქალი, თამარ მეფე, რომლის მოღვაწეობის პერიოდი ოქროსხანად იყო შეფასებული. ამიტომ თითოეულ ქალს, ვინც ახლა იბრძვის, პატივისცემა მხოლოდ და მხოლოდ ჩემგან. პატივისცემა უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანისგან. ისინი იმათგან, ვინც დღეს სწორედ იმ ოჯახური პრობლემების გამო, აი დამტოვებელი რომ არ ყავთ, მაგალითად არ ყავთ გვერდით ისეთი ადამიანები, ვინც გაუგებდა მაგალითად ხელს შეუწყობენ იმ ბრძოლაში ჩართულობისთვის, რაშიც ახლა ჩვენ ვიბრძვით და აქ მდგარი დედები, მოდი აღვნიშნოთ, რომ ცალსახად ვართ პრივილეგირებული დედები, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი შვილები ვანდოთ და დაუტოვოთ ადამიანებს, ვინც აი ამ ნაწილში გვეხმარება, მაგრამ სამწუხაროდ ის დედები, ვისაც ეს პრივილეგიები არ გააჩნია, დღეს სახლებში სხედან. სამწუხაროდ დამძიმებული სოციალური ფონის გამო ის დედები, ვისაც მხოლოდ თავისი შვილის ჩახუტება გვინდა, ჩახუტება უნდათ, იძულებით ემიგრაციაში არიან წასულები. ის დედები, ვისაც შვილების გვერდით ყოფნა უნდა, დღეს რუსულმა ოცნებამ დაატყვევა და ციხეში გამოკეტა. მზია ამაღლობელი ახლახანს გაათავისუფლეს ნინო დათაშვილი, რომლის ფსიქოლოგიური, რომლის ფიზიკური მდგომარეობა იმდენად რთულია, აწამეს, ტანჯეს და მხოლოდ ამის შემდეგ იმის შიშით, რომ ის ადამიანი ციხეში არ შემოხვდომოდათ, მაშინ გამოუშვეს გარეთ. ყოველდღე გვამცირებენ, ყოველდღე გვამუნათებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ არ გავჩერდებით. ქართველი დედები და ქართველი ქალები არიან იმ ბრძოლის სიმბოლო, რომელიც ქვეყანაში სანამ დამოუკიდებელ, თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოს არ მივიღებთ, არ გავჩერდებით. ბრძოლა ბოლომდე და ბრძოლა გამარჯვებამდე. მადლობა. მოგესალმებით. მე აღარა ვარ ახლა. ითხრათ ვინ ვარ, ყველა მიცნობ, ვარ თორნიკე გოშაძის დედა. არ ვიცი მართლა რაღა უნდა ვთქვა იმის მერე, რაც ჩემმა წინამორბედებმა თქვეს. ძალიან კარგი სიტყვები. მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, რომ მე მადლობას გიხდით პირველ რიგში ყველას. ყველა მართლაც არანაკლებად იბრძვით მამაკაცები, მაგრამ ქალებს, რომლებიც გამოდიხართ გარეთ და ტოვებთ შვილებს სახლში. ამისათვის არა მარტო ჩვენ ილანძღებით თქვენს,
მართლაც ისეთი რაღაცებს წერენ Facebook-ზე, რომ არ წაიკითხო მეუბნევიან, მაგრამ ხანდახან მაინც გადავლებ ადამიანი თვალს. მე არ მწვინს უკვე მივეჩვიე, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი როგორი შვილი გავზარდე მე. ერთიც მეორეც და ყველა დარწმუნებული ვარ, არა მარტო ჩვენი პატიმრები, არამედ თქვენ თითოეული თქვენთაგანი შვილი არის ისეთივე შვილი, როგორი შვილიც არის ჩემი. ყველა დედა ხართ ღირსეული დედა. მე ჩემ თავს ვთვლი ღირსეულ დედად და მე ვთვლი ყველა ქალი, რომელიც დღეს გუშინ წინ და ხვალ იდგება აქ, ყველა ხართ ღირსეულები და გაზრდილი გყავთ ნამდვილად ღირსეული შვილები. ამიტომ ზოგს ყავს პატარა შვილები, რომლებიც აცი უნდა გაზარდოთ და დარწმუნებული ვარ იმისათვის იბრძვით სწორედ, რომ ისინიც გაიზარდონ ღირსეულები და გაიზარდონ თავისუფალ დამოუკიდებელ საქართველოში. მე ვიყავი 9 აპრილის მონაწილე და ვიდექი აქ მაშინ, როცა რუსის ჯარმა გადათელა ახალგაზრდები და დღეს მაშინ იყო რუსის ჯარი და დღეს არის ქართველი პოლიცია, რომელიც თელავს ქართველ გოგოებს, ქართველ დედებს და დარწმუნებული ვარ, რომ მათაც ხავთ გამოყვანილი ქალები, პოლიციელები გარეთ. ჩვენ თუ ვართ მაწანწალები, მაშინ ჩათვალონ, რომ ისინიც არიან მაწანწალები ჩვენნაირი, რადგანაც დღე და ღამე დგანან ქუჩაში იმისათვის, რომ ჩვენ გოგოებს ცემონ. ატყოვებენ ქართველ ქალებს, არ ცვენიათ, მაგრამ ესენი არიან ძალიან საცოდავები. აი, რომ დავფიქრდეთ, ჩვენთვის მივხვდებით, რომ არის საცოდავი. ხელისუფლებაში ვინც ის დღეს ისინი არიან ძალიან ცოდოები. ჩვენ ვართ ძლიერები და ისინი ვერასოდეს ვერ იქნებიან ჩვენნაირი ძლიერები. თუმცა ძალიან ცოტა დარჩათ, ძალიან ცოტა. ხშირად გამიგონია, რომ რის ფასად გეხართ, ფულებს არ იგებენო, ვინ არიგებს ფულს, რომელი ოპოზიციური პარტია არიგებს ფულს. მითხარით გამცენ პასუხი ერთი, ვის აქვს ფული? ფულები გაქვთ თქვენ და თქვენ არიგებთ მოპარულ ფულებს. ჩვენ მოვყარეთ ის ფული და ურიგებთ ზუსტად თქვენაირ ქოცალა მათხვარა ხალხს და ზუსტად იმიტომ, თორემ თუ ქოცებმა იციან, რომ აქ ფული რიგდება, მათ ვერავინ ვერ დაასწრებს აქ მოსვლას. იმათ არ აინტერესებს საქართველო, არ აინტერესებს ვინ იქნება ხელისუფლებაში და ამიტომ ივლიან აქ. მადლობა თქვენ, როგორ უნდა დაიძინოს დედამ სახლში, როცა თავმჯდომარემ ჩვენი მარიონეტი ხელისუფლებისა პაპუაშვილმა გამოვიდა და სახალხოდ 20 წლის ბიჭს 19 წლისას ზვიად ცეცხლაძეს ტერორისტობა დააბრალა. უსირცხვილო კაცია ეს პაპუაშვილი, უსირცხვილო. თვითონ გაზარდოს. აუცილებლად ალბათ მე დარწმუნებული ვარ, რომ ზვიადის დედა არ აპატიებს მას ამ ხელაცილის წამებას. ზვიად ცეცხლაძეს სახლში იმდენი სიგელია კედელზე და იმდენი სიგელია გუჯრაში შენახული, პაპუაშვილი რომ დადგეს სასწორზე გადაწონის ზვიადის სიგელები მას. და ამიტომ ესეთ ბიჭზე გამოვიდა და სახალხო თქვა ტერორისტია ზვიად ცეცხლაძეო. ტერორისტები არიან თვითონ, ქურდებიც არიან თვითონ. იმიტომ რომ თვითონ რაც თქვენ, რაც იპოვეს ვიღაცების სახლში, ისინი არიან გარეთ და ქართველი დედები არიან ციხეში პირბადის ტარების გულისთვის და თავიანთი პროტესტის გულისთვის. და მე ერთხელ პოლიციელებს მივმართეთ და დღეს კიდე მივმართავ. გაიხადეთ მუნდირი და წადით და ხელახლა შეისწავლეთ თქვენი სპეციალობა და ეს იქნება კბილის ტექნოლოგიური. ამიტომ უკვე გამოცდილება დიდი გაქვთ პოლიციელებო სხვის პირის ღრუში ყურების ბოდიში ამ სიტყვებისათვის თქვენთან და არა პოლიციელებთან. მთელი დღე დგანან, გააფარჩაკეს ქართული პოლიცია, მთელი დღე დააყენეს მეტროსთან და ვიღაცას ჩანთაში უძვრებიან, ვიღაცას პირში უძვრებიან, არ ვიცი რასაკეთებენ რა. რატო არ ცხვენიათ, როდემდე ეყოფათ ის ფული მათ, რასაც ისინი ამაში ფულს იღებენ. ამიტომ სირცხვილი თქვენ. ჩვენ აღარ გვაინტერესებს გადმოხვალთ თუ არ გადმოხვალთ ხალხის მხარეს, არა. თქვენ არც ერთი აღარ იმუშავებთ პოლიციაში იმის მერე, რაც ხელისუფლებას გადაიბარებს ხალხი. და ეს ხალხი არის მართალი ხალხი. მართალი ხალხი დგას დღეს რუსთაველზე, მართალი ხალხი იდგება მანამ, სანამ ქურდი, ყაჩაღი, ბიძინა ივანიშვილი არ დატოვებს ამ ქვეყანას და არ გაიპარება არ ვიცი სად. ალბათ რუსეთი აღარ მიიღებს მას. ის თვითონ მოძებნის გზებს სად უნდა წავიდეს. არა მგონია რუსეთის სტანგულზე ეხატებოდეს ისეთი კაცი, რომელიც საკუთარ მოსახლეობას თელავს. არასოდეს ალბათ არ მიიღებს ესეც.
მათ თავიანთი გადამთელი პუტინის ეყოფათ. ამიტომ მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ, მადლობა სოლიდარობისათვის და მადლობა იმ ჩახუტებისათვის, რასაც ჩვენ ვიმსახურებთ. ისინი ვერასოდეს ვერ მიიღებენ იმ სიტყვას და იმ სიყვარულს, რასაც ჩვენ ვიღებთ თითოეული ადამიანისაგან ქუჩაში მოძრაობის დროს. და ამიტომ ხანდახან კი ვართ ალბათ დასტრესილები, მაგრამ არა, ჩვენ მაინც აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ სახელოვნად. თავისუფალ და ბედნიერ საქართველოში ვიცხოვრებთ ჩვენ, მაგრამ ისინი აქ აღარ იცხოვრებენ, ისინი აუცილებლად იპოვიან გზას. ნელ-ნელა კი ვხედავთ, იფარებიან ამ ქვეყნიდან. დილუაშვილი წავიდა და ყოველ დღე აცხადებენ. ამიტომ მილიონები, რომელიც თქვენ ხალხს მოპარეთ და აღიარეთ, რომ მოპარული გაქვთ ეს მილიონები, ის მილიონები მიუტანეთ ბიძინა ივანიშვილს, რომ ის დროზე წავიდეს ამ ქვეყნიდან. რა, მაგას ელოდება ფულს, მეც არაფერს. მადლობა. ვინმეს თუ უნდა საკუთარი ემოციები გაგვიზიაროს, შეუძლია მობრძანდეს. ეს ქალების მსვლელობა, რომელიც მოგესალმებით, ძვირფასო თანამებრძოლებო. გაიმართა სულ ცოტა ხნის წინ. შეიკრიბნენ დედები, ქალები. ხრაპრიდან, აი აქ ვიყავენ მე და მივიდა სერიოზული ნიჩბებისგან ტრამპა. იმ წამიდან, თუმცა ოპერაცია გამიკეთდა და ყველაფერი ძიმე შედეგები დასრულდა, მე სულიერი დედა გავხდი ქართველი ერის. ჩემნაირად არ იყო დედა ოლღა გურამიშვილი, მაგრამ საქართველოს და ქართველი ერის ფასეულობის მთავარი დედა იყო. ის იყო პირველი ავტორი საქართველოში და კავკასიაში არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის. რაც ძალიან ცუდად დასრულდა, შეცვლდა შემდგომ. დავით სარაჯიშვილის მეუღლე არ იყო დედა, მაგრამ ჩვენი შვილები, შთამომავლები მის ნაშენ თბილისში დავდივართ ოპერაში, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში და ასე შემდეგ. დედოფა არის ბიოლოგიურზე მეტი სულიერი. თუ ადამიანი იბრძვის თავის სამშობლოს უბედურების წინააღმდეგ და შესაჩერებლად, თუ ქალაქ მოხვედი ამ მიწაზე და თუ მამაკაცად, ეს მნიშვნელობა არ აქვს. შენი ვალი უნდა გაიღო, შენი ერის წინაშე და თვლი, რომ ბოლო წამამდე მე უნდა დავდგე აქ, ჩემს რუსთაველის გამზირზე, სადაც ჩემი საქართველოს დედები, რომლებმაც მართლა ღირსეული თაობა გაუზარდეს ამ ეპოქას და სულ მე მისტიკოსი მწერალი ვარ და ჩემი შემოქმედება მთლიანად დაწესებული იყო მთელი ათეული წლების მანძილზე, რომ უყვარს ვალედრები, რომ არ მოკლა ისე, რომ ქართველი ვერ ნახო ქართული წარსულს და გამოვითხოვდი, რომ კულტურული კარგი თაობა მეხილა. მე დღეს ბედნიერი ვარ, ამ თაობის გვერდზე მიწერს ყოფნა და მაგარ დედების გვერდზე. მადლობა მინდა ამ დედებს გადაუხადო თითოეულ მათგანს ღირსეული შვილების აღზრდისთვის და ვფიქრობ ბოლო წამამდე ძალიან მალე მივახცე ჩვენ ბიზანს, რომ აი ამ ბიჭებთან ერთად დიდ გამარჯვებას მივდევნით. რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, ეს ამ საღამოს დედების აქცია რო იყო, ჩემ გვერდზე დავდე და მოუწოდე ქართველ დედებს, თუ დედა გქია, გამოდი დადეგს დედებთან, თქვენი შვილები გადაარჩინეთ ამ გზით. ეს ჩემი შინაგანი და რა ვიცი, მაქსიმალურად მინდა, რომ უფრო მეცნიერში გავიდეთ, რომ თითოეულთან მივიდეს, თითოეულ ქართველ ქალთან, დედასთან, რომ სხვის შვილს თუ აწამებენ და შენ დუმხარ, აუცილებლად მოგიტრიალდება. მაგდუმილისთვის დარჩის იესო ქრისტე და მე ეს გზა გავლილი მაქვს. მე მაწამებდნენ შევარდნაძის დროს. დედაჩემმა ინსულტი მიიღო და სფარო დუმდა. მართალია დედაჩემი წავიდა, მისი შვილი გადარჩა ამ დრომდე, მაგრამ ვინც დუმდა და რაღაცა, ის ჩემ კარებზე დადგა, შვილი გადამიჩინეო. მე პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია ვარ ამ ქვეყნის ვიადის დროინდელი. იგივე მხედრიონელები,
მაგათი დედები მოდიოდნენ. არ უნდა გამეღო სიკეთე, მაგრამ მე ქართველი ვარ, მე ქრისტიანი ვარ.